თუ შენ დაკარგეს საკუთარი თავის რწმენა, ეს ვიდეო მას აუცილებლად დაგიბრუნებს. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს განვიხილო აბსოლუტურად ყველაფერი პირადად თქვენთვის მანიფესტაციებთან დაკავშირებით. როგორი არის მანიფესტაციების სწორი ფორმა, სწორი დრო, როგორ მუშაობენ ისინი, რატომ შეიძლება ისინი არ მუშაობდნენ და ასე შემდეგ. პირველ რიგში, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მსურს დავიწყო იმით თუ როგორი არის მანიფესტაციების ყველაზე სწორი ფორმა და პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ ძალიან ხშირად მოხდება სხვადასხვანაირი სახის ვიდეოები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მანიფესტაციის სწორი ფორმა არის ასეთი ან ისეთი, მაგალითად ერთ-ერთი ვიდეო იყო ისეთი, რომ ამბობდა ადამიანი, რომ სწორი ფორმა არის, დაუშვათ თუ შენ გსურს მოიზიდო შენს რეალობაში სიმდიდრე, ამბობ, მე ვუყურებ როგორ მდიდრდები, მე ვუყურებ იმას თუ როგორ ივსება ჩემი საფულე და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და რა თქმა უნდა, ასეთი ფორმებიც მიღებული არის, ვერ ვიტყოდი ნამდვილად, რომ არ არის სწორი და არის ცუდი მაინც და მაინც, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ამ დროს, როდესაც თქვენ ძალიან ხშირად იმეორებთ მანიფესტაციებს, თქვენ იზიდავთ არა იმას, რომ თქვენ თავად გამდიდრდეთ და თქვენ საკუთარ თავს უყუროთ, საკუთარ სიმდიდრეს უყუროთ, არამედ იზიდავთ იმას, რომ თქვენ უყუროთ სხვები როგორ მდიდრდებიან თქვენ სიყვარულით. დიახ. ძირითად შემთხვევაში ასეთი ხარვეზით მიდის ხოლმე. ამიტომაც მანიფესტაციის ყველაზე სწორი ფორმა არის მე ვიზიდავ. იცით რატომ არის ეს ყველაზე სწორი ფორმა? იმიტომ რომ შენ შეგიძლია მოიზიდო მაგალითად ფული მაშინაც, როდესაც ის გაქვს და მაშინაც, როდესაც ის არ გაქვს. ამიტომაც მანიფესტაციების ყველაზე სწორი ფორმა არის ზუსტად ასეთი. მე ვიზიდავ ისევ და ისევ სიმდიდრეზე გავაკეთებ ხაზგასმას, მაგალითად, მე ვიზიდავ სიმდიდრეს, მე ვიზიდავ ფულს, მე ვიზიდავ წარმატებას და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე სწორი ფორმა. როგორი არის მანიფესტაციების ყველაზე სწორი დრო? ალბათ ძალიან ხშირად გსმენიათ, რომ მანიფესტაციების ყველაზე სწორი დრო არის, არ ვიცი, ორშაბათი ან შვიდშაბათი ან რვაშაბათი და ასე შემდეგ, ან სავსემთვარეობა, ან ახალმთვარეობა. და პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ ახალმთვარეობისას და სავსემთვარეობისას, რა თქმა უნდა, ენერგეტიკა არის სამყაროში ბევრად უფრო ძლიერი, ისევე როგორც მთვარის ან მზის დაბნელების დროს, ან წელიწადის ბორობლის რომელიმე 8 დღესასწაულებიდან რომელიმე დღის პერიოდში, რა თქმა უნდა, ამ დროს ენერგეტიკა გავიმეორებ არის უმძლავრესი. და ცხადია, ამ დროს მანიფესტაციები მუშაობს ორმაგი და სამაგი კი არა, რასაც ქვია 10 მაგი ძალით. თუმცა ვერ ვიტყოდი იმას, რომ მხოლოდ ასეთ დღეებში არის მანიფესტაციები საჭირო. მანიფესტაციების წაკითხვა თქვენ შეგიძლიათ აბსოლუტურად ყოველდღე და ნებისმიერ დროს. ერთადერთი დავამატებდი იმას, რომ ეს რაღაც დაწერილი კანონი არ არის, მაგრამ დავუშვათ ახალმთვარეობისას, როდესაც მთვარე იზრდება, ზრდადი მთვარის დროს, უფრო კარგი იქნება, რომ რაღაც მოვიზიდოთ, ხოლო კლებადის დროს პირიქით განვიზიდოთ. თუმცა გავიმეორებ, ეს რაღაც დაწერილი კანონი არ არის და საერთოდ არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე ასეთი ხერხით გააკეთოთ მანიფესტაციები. შეგიძლიათ წაიკითხოთ მანიფესტაციები ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ დროს. და რა თქმა უნდა, როგორც კლებადი მთვარის დროს შეგიძლიათ რაღაც მოიზიდოთ, ასევე პირიქით. და ნახეთ მეგობრებო, რასთან გვაქვს საქმე. მანიფესტაციებს მე რომ თქვა ახლა ყოველდღე ვკითხულობ მეთქი ჩემს მანიფესტაციებს ან ჩემს ლოცვებს, ეს იქნება ძალიან დიდი ტყუილი, თუმცა საკმაოდ ხშირად და თითქმის ყოველდღე ნამდვილად ვცდილობ რომ წავიკითხო. დღე გამოშვებით ან 2 დღე თუნდაც 3 დღე გამოშვებით ხანდახან გამოდის ისეც, რომ ერთი კვირა გადის ისე, რომ საერთოდ არანაირი ჩემი ლოცვა და მანიფესტაცია არ წამიგდ. და იცით, ეს არის სავსებით ნორმალური. საერთოდ არ არის აუცილებელი იკითხოთ ლოცვები და მანიფესტაციები ყოველდღე. დიახ, არ არის ეს აუცილებელი, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ თქვენ წაიკითხავთ მაქსიმალურად ხშირად. მაგალითად, ყოველ დილით ან ყოველ საღამოს, ან თუნდაც დღე გამოშვებით იქნება ეს. ნუ შეუშინდებით და ნუ ეჭყობებით საკუთარ თავს იმის გამო, რომ თუნდაც ერთი კვირა ან 2 კვირა მაინც გამოტოვეთ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამის აღდგენა და არ ვიცი, ჩემი ჩალკა რატომ ჩანს ასე საშინლად კადრში. ნუ კარგი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. და ახლა მსურს გადავიდე ასეთ საკითხზე თუ
რა კავშირში არის მანიფესტაცია საკუთარი თავის რწმენასთან და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ ყველაზე ბანალურით. როდესაც შენ გწამს საკუთარი თავის, შენ გწამს საკუთარი სიტყვების, შენ ხარ ბევრად უფრო მიზანდასახული, იმიტომ რომ იცი რომ შენი პოტენციალი სავსებით შესაძლებელია რეზონირდეს შენივე რეალობასთან, შენ გჯერა იმის რომ შენ შეგიძლია კონკრეტულ რაღაცას მიაღწიო და რა თქმა უნდა ელემენტარული ფსიქოლოგია არის, უფრო მიზანდასახული ხარ გავიმეორებ და ხარ უფრო თავდაჯერებული. თავდაჯერებულობა კი ხელს გიწყობს ზუსტადაც რომ შენივე მიზნების მიღწევაში. უწყობს ხელს ამ პროცესებს. და რა კავშირში არის რწმენა საკუთარი თავისა მანიფესტაციებთან უკვე ავხსენით, პირდაპირ კავშირში არის და რატომ არ გჯერა შენ თვითონ საკუთარი თავის. იცით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი პრობლემა. ადამიანები დღესდღეობით მივეჩვიეთ იმას, რომ სამყაროში არის ყველაზე პოპულარული, რასაც ქვია ტყუილი. ადამიანები თითქმის სულ იტყუებიან, ორპირობენ, პირფერობენ, არ ვიცი რას აღარ აკეთებენ და საერთოდ არ იცავენ საკუთარ სიტყვებს. ატყუებენ საკუთარ თავს, ატყუებენ სამყაროს. დიახ, ესეც შესაძლებელი არის და ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო რეალობა და უპირველეს ყოვლისა თუ შენ მუდმივად ატყუებ ადამიანს, თუ შენ მუდმივად ამბობ არა იმას, რაც რეალურად მოდის შენი გულიდან, არამედ ადამიანს ცდილობ თავი მოაწოდო, ან ცდილობ ადამიანზე შთაბეჭდილება მოახდინო, ასეთ შემთხვევაში რა საკუთარი თავის რწმენაზე გვაქვს საუბარი. რა რწმენაზე გვაქვს საუბარი. რანაირად უნდა გჯეროდეს ადამიანის, რომელიც მუდმივად სხვებს ატყუებს, ხო? აქ მნიშვნელოვანი არის საკუთარ თავთან გულწრფელობა. იგივე არის, როდესაც შენ ატყუებ მუდმივად საკუთარ თავსა და სამყაროს. რანაირად უნდა ენდო საკუთარ თავს და საკუთარ სიტყვებს, როდესაც შენ მუდმივად ამბობ, რომ აი ორშაბათიდან დავიწყებ, არ ვიცი, ვარჯიშს ან სწორყვებას, სამშაბათიდან დავიწყებ და ასე შემდეგ და არ აკეთებ ამას. ერთხელ გააკეთე. კარგი, ორჯერ. მესამეჯერ რწმენაც და ყველაფერი ქრება. და იცით, ყველანაირი სიტუაციები არსებობს და რა თქმა უნდა შესაძლოა რაღაც მომენტში ისე მოხდეს, რომ რაღაც ან დაგავიწყდა, გადაგავიწყდა რაღაც, არ ვიცი, მოვლენები ისე განვითარდა ფორს მაჟორულად, რომ სულ სხვა რაღაცებზე მოგიწია ფიქრი და კონცენტრაცია, ხო? ამიტომაც ერთხელ და ორჯერ კიდე დაუშვათ ჯანდაბას არ აუშავს. მართლა არ აუშავს თუ რაღაც გამოგჩა ან დაგავიწყდა. მაგრამ თუ შენ ამბობ რომ დაუშვათ ორშაბათიდან დავიწყებ ან იმ დღიდან დავიწყებ ან ამ დღიდან აუცილებლად უნდა გააკეთო ნებისმიერი რაღაც. ყოველთვის დაიცავით თქვენი სიტყვის ზალა. მეცაც ვიტყვი, რაც უფრო ძლიერი სიტყვა გაქვთ, ანუ რაც უფრო მეტად ჭეშმარიტად საუბრობ, რაც უფრო ხშირად ხარ გულწრფელი საკუთარ თავთან, სამყაროსთან, ასრულებ შენ სიტყვებს და მით უმეტეს პირობებს, რა თქმა უნდა, მით უფრო მეტად რეზონირდება შენი სხვა სიტყვებიც რეალობასთან. ანუ შენ, როდესაც ამბობ, რომ მე ვიზიდავ სიმდიდრეს, რა თქმა უნდა, ეს ხდება შემდგომ რეალობა. იმიტომ რომ ყოველი შენი სხვა სიტყვა ასე თუ ისე რეზონირებს რეალობასთან, ხო? და ნახეთ, სხვათა შორის მანიფესტაციების ფორმასთან დაკავშირებით გამახსენდა ასეთი პოპულარული მაგალითი, რომ ხშირად ამბობენ, ურჩევენ ადამიანებს ასეთ ფაქტობრივად სისულელეს, თუ როგორ უნდა მოიზიდონ რაღაც, მოდით ისევ სიმდიდრის მაგალითზე გავაკეთებ, რომ აი დავუშვათ თუ გსურს მოიზიდო სიმდიდრე, ამბობ, მე ვარ მდიდარი, მე ვარ მილიონერი, მე ვარ მილიარდერი, ტრილიარდერი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ტყუილი სამყაროს წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. გავიმეორებ, რომ ძალიან იშვიათად მსგავსი მანიფესტაციები რა თქმა უნდა შესაძლებელი არის, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. ამ დროს შენ უბრალოდ ატყუებ სამყაროს და საკუთარ თავს, ხო? და ზუსტად ამიტომაც არის მე ვიზიდავ ყველაზე სწორი ფორმა. და მეგობრებო, თუ შენ გინდა რომ წამდეს საკუთარი თავისა და საკუთარი სიტყვების, თუ შენ გინდა რომ შენი სიტყვით ზალა იყოს ძალიან ძლიერი ამ სამყაროში და შენი მანიფესტაციები მაქსიმალურად რეზონირებდეს რეალობასთან, საკმარისი არის შენ თავად იყო გულწრფელი. მესმის რომ ბევრად მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო, მე თავადაც ყოველთვის და ყველგან გულწრფელი ვარ მეთქი. ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და რაღაც სიტუაციები არსებობს, როდესაც ხანდახან ძალიან იშვიათად გვიწევს, რომ რაღაც კონკრეტული
სიმართლე ან დავმალოთ, ან სულაც მოვიტყუოთ, ხო, ნუ ყველაფერი ხდება. მაგრამ შეძლებს და არა თუ შენ იქნები გულსფერი საკუთარ თავთან და სამყაროსთან, რა თქმა უნდა, სამყაროს აუცილებლად იგივეთ იგი პასუხებს და შენი სიტყვის ძალაც აუცილებლად რეზონირებს რეალობასთან. თუ შენ ახლა ამ ეტაპზე არ გჯერა საკუთარი თავი, იცი ვის ჯერა შენი? ჯერა ერთ ადამიანს და ეს ადამიანი ვარ მე. დიახ, მე მჯერა შენ, იცი რატომ? იმიტომ რომ თუ შენ ამდენი ხნის განმავლობაში უყურებდი ამ ვიდეოს და უყურე კონკრეტულად ამ მომენტამდე, დასასრულამდე, ესე იგი შენ უკვე მზად ხარ იმისათვის, რომ ცვლილებები შემოიტანოს შენს რეალობაში. შენ მზად ხარ მძლავრი ტრანსფორმაციებისათვის, შენ მზად ხარ იმისათვის, რომ გახდე ბევრად უფრო გულწრფელი და გულახდილი საკუთარი თავისა და სამყაროს წინაშე და შენ ეს აუცილებლად გამოგივა. აუცილებლად, იმიტომ რომ შენ უკვე ხარ მზად ამისთვის. შენ იმით რომ ეს ვიდეო ჯერ უბრალოდ ჩართე, ახლა კი უბრალოდ იმით რომ ამ მომენტამდე უყურე და მოусმინე, დაუმტკიცე საკუთარ თავსა და სამყაროს რომ შენ მზად ხარ ეს ყოველივე ეს რეალობა მიიღო. რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალური დოზით გააკეთებს ამას, მაგრამ მე თქვენი ყოველი თქვენგანის მჯერა დაიმახსოვრეთ ყოველი ეს ინფორმაციები, მე კი ამაზე დაგემშვიდობებით გისურვებთ აბსოლუტურად ყველას წარმატებას, ბედნიერებას, ნაყოფიერ დროს, სწორ ჩოლკებს, იმიტომ რომ მე არ ვიცი რატომ ჩანს ჩემი ჩოლკა ასე ნერვებს მიშლის კადრში, როდესაც ვუყურებ. მაგრამ კარგი. სულ ეს არის მეგობრებო და წარმატებები.